გამარჯობა, მე ვარ სალომე არშფა, თქვენ კი უყურებთ ასოციაცია HERA 21-ის ყოველკვირეულ გადაცემას ალტერნატიული აზრი. დღეს ვისაუბრებ და სხვათა შორის ჩვენს გადაცემებში არაერთხელ გვისაუბრია ოჯახის დაგეგმვის მნიშვნელობაზე და იმ სირთულეებსა და წინააღმდეგობებზე და პრობლემებზე, რომელიც თან ახლავს ამ პროცესის არარსებობას. დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით ახალი აპლიკაციის შესახებ, რომელიც კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწოდებს სწორედ ამ ყველა საკითხის შესახებ. თუმცა მანამდე ვსაუბრობთ ოჯახის მნიშვნელობაზე სტუმართან ერთად. ნანი მარსაგიშვილი, რეპროდუქტოლოგი, მიანგინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, კლინიკა ინვიტროს პოლიკლინიკური სამსახურის ხელმძღვანელი. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. სანამ საუბარს დავიწყებთ, მოდით მოვისმინოთ ჩვენი თანამოქალაქეების აზრი, რას ფიქრობენ ისინი ოჯახის დაგეგმვის შესახებ და როგორია მათი აზრი, საიდან უნდა იგებდნენ ისინი ამ სწორ ინფორმაციას. ნახოთ ხუჩის გამოგება. უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ინფორმაცია. საერთოდ უნდა ვიგებდეთ, უნდა არსებობდეს ცენტრი რაღაცა და რა ვიცი, საინფორმაციო საშუალებები ყველაფერი ალბათ საიდან. მგონი ქალმა უნდა გააჩინოს ყველა შვილი. მაგრამ როცა ორი ადამიანი ერთად ცხოვრობს, არ აქვს მნიშვნელობა არც ოლქმარია თუ ისე ცხოვრობენ, მაშინ ორივე შეთანხმებით უნდა მოხდეს ეს. ყველა ქალს აქვს უფლება იყოს დედა. ყველა ქალს აქვს უფლება დაგეგმოს თავის ცხოვრება თვითონ. ყველაფერი ეკონომიურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული ჩემი აზრით. ყველაფერი გათვალონ, შეათანხმონ. მე მაგალითად ყველაფერს ვათანხმებდი მეუღლესთან. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია, ეს ქალის გადასაწყვეტიც არის. ქალბატონო ნანი, ხშირად გვისაუბრია ჩვენს გადაცემებში ოჯახის დაგეგმვის მნიშვნელობაზე და მე ვფიქრობ, რომ ეს ის თემაა, რომელზეც აქტიურად უნდა ვისაუბროთ, თუნდაც ტელევიზიით ან სხვადასხვა საშუალებებით. რა მნიშვნელობა აქვს და რა პრობლემებს აგვარიდებს თავიდან, როდესაც წყვილი გეგმავს და ისე შეუდგება აი ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს მათი ცხოვრებისას. ოჯახის დაგეგმა თავისთავად, მოდი დავიწყოთ აქედან, რომ ოჯახის დაგეგმა თავისთავად მოიცავს კონტრაცეფციის საშუალებებს, ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებს და ასევე ხელოვნურ აბორტსაც. ესაც შედის ოჯახის დაგეგმაში, იმიტომ რომ ხელოვნური აბორტითაც გეგმავს ოჯახი თავის მომავალს. მაგრამ კონტრაცეფციის საშუალებები ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები არის აბორტის ალტერნატივა. მართალია ეს ორივე გაერთიანებულია ერთ ჯგუფში, მაგრამ არის ერთმანეთის ალტერნატივა. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებში ძალიან ბევრი საშუალებები არის, დაწყებული ბუნებრივი საშუალებებით, დამთავრებული ჰორმონული კონტრაცეფციით და ძალიან ბევრი მეთოდი არის. არსები არის ბარიერული მეთოდები, სასურველია რომ მათ ექიმის კონსულტაციით, წყვილმა ექიმის კონსულტაციით შეირჩიოს რომელიმე მეთოდი. და რა მნიშვნელობა აქვს ამას? მნიშვნელობა ის აქვს, რომ როდესაც წყვილი ქორწინდება, წყვილი გეგმავს, უკვე იყოლიოს შვილი, ეს არის მათთვის სასურველი პერიოდი, მათთვის სასურველი შვილი, ისინი ფსიქოლოგიურად განსაკუთრებული, მათ ფსიქოლოგიურად განსაკუთრებული განწყობა აქვთ ამ შვილისადმი. ეს ერთი. შემდეგ თქვათ დაგეგმეს მეორე შვილი. შვილის მშობიარობებს შორის შუალედი უნდა გაკეთდეს მინიმუმ 1 ან 2 წელი, რომ ქალმა აღიდგინოს ორსულობისას და ორსულობის შემდგომი პერიოდის, მშობიარობის შემდგომი პერიოდში დახარჯული ძალები და შემდგომ მომზადებული შეხვდეს შემდგომ ორსულობას. შემდეგ, რა მნიშვნელობა აქვს კიდევ? კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენებისას ნებისმიერი, რომელიც არ უნდა იყოს დაწყებული ბარიერული ბუნებრივი მეთოდი, დამთავრებული ჰორმონული კონტრაცეფციით, საშვილოსნოში გასაშუალებით, ქირურგიული სტერილიზაციით, არც ერთი არ იწვევს ნაყოფის სიკვდილს. მაშინ, როდესაც ოჯახის დაგეგმვის ის მეთოდი, როგორიც არის ხელოვნური აბორტი, იწვევს ნაყოფის სიკვდილს. ეს გარდა იმისა, რომ არის ნაყოფის სიკვდილი, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა არის ოჯახისათვის და წყვილისათვის. გარდა ამისა, აბორტს მოყვება შემდეგ ძალიან ბევრი გართულებები, როგორიც არის ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გართულება, რომელიც შეიძლება ქალს ჰქონდეს და აბორტის შედეგად
ის გართულდეს, რომელმაც შეიძლება შემდეგ გამოიწვიოს მეორადი უშვილობა, შეიძლება ისეთი ანთებითი პროცესი გამოიწვიოს, რომ შეიძლება ოპერაციაც იყოს საჭირო, საშვილოსნოს ამოღება, ექსტირპაცია. საფრთხის რა თქმა უნდა, შეიძლება გამოიწვიოს მეორადი უშვილობა მილების დაზიანებით. ქლამიდიური ინფექცია შეიჭრეს შიგნით სწორედ აბორტის გაკეთების დროს და მილების ანთება განვითარდეს და მივიღოთ მილების დაზიანება, მეორადი უშვილობა. შემდეგ შეიძლება მილის დაჩირქება, ეს პოპულარულად რო ვთქვათ, მოყვეს ამას. შეიძლება მილში დაჩირქება თუ არა, ანთებითი პროცესი, გიდროსალპინქსი ეწოდება მას. ეს იწვევს მილის გაუვალობას კვერცხუჯრედისთვის, სპერმატოზოიდისათვის, მეორად უნაყოფობას. ასევე გარდა ამისა იწვევს სიკვდილობას. ხელოვნური აბორტი ძალიან დიდ პროცენტში საერთოდ აბორტებს ორსულობის ნაადრევს შეწყვეტას შორის ძალიან დიდი წილი აქვს. თუ არ ვცდები, ეხლა შეიძლება შევცდე 37%, თუ არ ვცდები, შეიძლება შევცდე, ეხლა ამ წუთას არ მახსენდება ზუსტი ციფრი, არის სწორედ ხელოვნურ აბორტს. ხელოვნურ აბორტიც ასევე შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად, ეს როდესაც არალეგალურად ხდება და როდესაც ხდება სამედიცინო წესებულებაში და წესების დაცვით. და სწორედ სიკვდილობის მაჩვენებელი, როდესაც მაღალია იმ პროცენტში, რომელიც არალეგალურად ხდება, ან არასამედიცინო დაწესებაში, ან არაკვალიფიციური პირი, დიახ. და ამ შემთხვევაში სიკვდილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია და სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი არის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და აზიის ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი. დაბალი არის იმიტომ, რომ ისინი მიმართავენ ოჯახის დაგეგმვის ისეთ მეთოდს, როგორიც არის ჰორმონული კონტრაცეფცია, განსაკუთრებით ევროპაში არის მაღალ მაჩვენებელი ჰორმონული კონტრაცეფციის გამოყენება, საშვილოსნოში და საშუალების გამოყენება და ასე შემდეგ. ნებისმიერი მეთოდი, შეუძლია ნებისმიერი მეთოდი გამოიყენოს, რომელიც მისთვის მისაღებია როგორც გამოყენების თვალსაზრისით, ისე მათი კულტურული თვალსაზრისით, კულტურალური თვალსაზრისით, რა სივრცეშიც ისინი არიან, მათი სოციალური თვალსაზრისით, რომელსაც გამოიყენებენ, ოღონდ გამოიყენონ ელემენტარულად შეწყვეტილი სქესობრივი აქტი, რომელსაც ძალიან ბევრი მიმართავს. იცით რა შეკითხვა გამიჩნდა, რამდენად ვიცით ეს ინფორმაცია და საიდან უნდა ვიგებდე, თუნდაც მე? ეგ ძალიან დიდი პრობლემაა. საიდან უნდა გაიგოს ქალმა ამის შესახებ? ეხლა ამ ეტაპზე უკვე სოციალური ქსელი ისე არის უკვე ჩვენს სინამდვილეში, რომ ეხლა შედარებით უფრო მეტად ეცნობიან ახალგაზრდები, ახალგაზრდა გოგონები თუ ბიჭები ეცნობიან ამ ინფორმაციას. ეს შეიძლება ისევ ინტერნეტით მიღებული ინფორმაცია არ იყოს სწორი, ხო? შეიძლება არ იყოს სწორი. მართალი წანდებით. აქ რა თქმა უნდა, ექიმის რეკომენდაციებია საჭირო, ბუნებრივია მათ უნდა მიმართონ განსაკუთრებით რეპროდუქტოლოგს, თუ კი აინტერესებთ, იმიტომ რომ ეს არის რეპროდუქტოლოგის პრეროგატივა. შეიძლება ეხლა მე ცოტა ჩემი კოლეგები, მიან გინეკოლოგები გამინაწყენდნენ და მითხრან, რომ რატომ მიან გინეკოლოგსაც, მაგრამ ეს არის მაინც რეპროდუქციული პრობლემა და მიმართონ რეპროდუქტოლოგს, ბატონო მიმართონ მიან გინეკოლოგს, ასევე პედიატრები არიან, გააქვთ მიღებული ამის შესახებ ტრენინგები აქვთ გავლილი პედიატრებს, განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომ პერიოდში, როდესაც ქალბატონები ბავშვი არის აღრიცხვაზე, უბანზე, ხო, მათი ბავშვი, მათ ყველას პედიატრებს ჩვენ სინამდვილეში საქართველოში ყველას აქვს გავლილი ტრენინგი ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე და ელემენტარულად ბავშვი მაინც მიხავს, ხო, პედიატრთან რაღაც აცრებზე და ასე შემდეგ პერიოდულ გასინჯვებზე და მათ ყველა მიცის, პედიატრმა ყველა მიცის აღნიშნული მეთოდების შესახებ და შეიძლება მათ თვითონ წამოიწყოს ექიმმა საუბარი ამის შესახებ, თუ კი მას ეს სურვილი აქვს და განწყობა აქვს ექიმს და უნდა ჰქონდეს. თქვენი შეფასება არის ძალიან საინტერესო. ჩვენი საზოგადოება რაღაც ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმშია, ანუ რამდენად დგას მწვავედ ის პრობლემა, რომ გისმენთ, ვიგებთ თქვენგან ინფორმაციას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანს არ აქვს, ან წვდომა არ აქვს, ან არ ვიცი მიზეზი რა არის, თუმცა ფაქტია, რომ სწორი ინფორმაციის დეფიციტია დღეს ჩვენთან.
ასევე როდესაც ოჯახის დაგეგმაზე საუბრობთ. კი ბატონო. ასევე არის ტრენინგები აქვს გავლილი ოჯახის ექიმებს. ამის შესახებ. იმიტომ რომ ელემენტარულად ოჯახის ექიმთან და უბნის ექიმთან მაინც მიდის ოდესღაც ქალბატონი, ხო? მათ იციან ეს ყველაფერი და მთელი საქართველო მოიცვა ამ ტრენინგებმა. მიდიან, მე მგონი მანდ არის პრობლემა. მიდიან მაშინ, როდესაც უკვე პრობლემა აქვთ და რაღაცას უჩივიან. გეთანხმებით. გარდა ამისა, ალბათ ტელევიზიაში უნდა იყოს ძალიან ხშირად ამის შესახებ საუბარი, ალბათ პრესაში უნდა იყოს ამის შესახებ საუბარი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს ამაზე ორიენტირებული სამშობიარო სახლებში, როდესაც სამშობიარო განყოფილებაში იქ ხომ მიდის ორსული, არა, იქ ხომ მშობიარობს, არა, ორსული. აი იმ განყოფილებაში, სადაც უკვე მელოგინეთა განყოფილებაში, იქ ყველა იქ აუცილებელია, რომ ჩატარდეს მშობიარობის შემდგომ კონტრაცეფციის მეთოდებზე და შემდგომ მეთოდებზე საუბარი. მსგავსი რამ არ ხდება. მელოგი ზოგიერთ სამშობიაროში ხდება. დიახ, ზოგიერთ სამშობიაროებზე საუბრობთ ბუნებრივია. არ არის ის კერძო სამშობიარო, მაგრამ ხდება რამდენიმე სამშობიაროში, ამას ძალიან კეთილსინდისიერად ასრულებენ. ეს არის სამედიცინო პერსონალის კეთილი ნება. თუ ამას მატერიალური საფუძველიც ექნება, მაშინ რასაკვირველია უკეთესად ჩატარდება ეს. ეს იცით რა არის ახლა? ოჯახის დაგეგმა როგორ გითხრათ, ეს არ არის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, ხო? ამიტომ არის რომ ცოტა ხანდახან გვერდით არის გადაწეული ეს პრობლემა. ხო, ძირითადად მაინც წინ არის წამოწეული ისეთი სიტუაციები, როდესაც სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა და დაფინანსებაც ბუნებრივია, უნდა ჰქონდეს, მაგრამ როდესაც არის ოჯახის დაგეგმაზე საუბარი, აქ ბევრი წინააღმდეგობებიც არის, ხო? ძალიან ბევრი წინააღმდეგობებიც არის, რადგანაც ეს არის ცოდვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, ასეთი აზრიც მოსირებს და ძალიან ბევრი უსმენს ამას. კი ბატონო, თუ კი ამ მიმართულების არის ქალი და ასეთი მენტალიტეტი აქვს, რომ ეს არის ცოდვა, მაშინ ესე იგი იმ ცხოვრებით იცხოვროს, რა ცხოვრებითაც ვინც ეუბნება ამას, რომ ეს არის ცოდვა და ამიტომ ისეთი ძალიან ეკლესიურად უნდა იცხოვროს. წარმოგიდგენიათ, ესე იგი თითქმის გათანაბრებულია ის ეკლესიური თავდაცვები და მარხვის პერიოდები კონტრაცეფციის მეთოდებთან. იმდენად აკრძალულია იქ სქესობრივი კონტაქტი იმ დღეებში, როდესაც მარხვის დღეები არის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაშინ კეთილი უნდა ინებოს ქალბატონმა და მაშინ ის ცხოვრება, რადგანაც მიაჩნია, რომ ეს ცოდვა, მაშინ ის რაც არ არის ცოდვა, მაშინ ისე უნდა იცხოვროს. თუ კი უნდა, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით იცხოვროს და თუ კი უნდა, რომ აბორტი არ გაიკეთოს. ჩვენი გაიცემის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ უფრო კონკრეტულად აპლიკაციის შესახებ, თუმცა თქვენი შეფასებაც საინტერესოა, რამდენად ეფექტური იქნება მსგავსი ტიპის აპლიკაცია, თუნდაც იმისთვის, რომ ინფორმაცია მივიღოთ, იმიტომ რომ როგორც ვიცი, აპლიკაცია სხვადასხვა ფუნქცია აქვს, გარდა იმისა, რომ მე ვგეგმავ თქვათ ჩემი ცხოვრების გარკვეულ ნაწილს, იგივე მენსტრუალურ ციკლს ვაკონტროლებ და ასე შემდეგ, ვიღებ ინფორმაციას სწორედ რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აპლიკაციებს, რაც ახლა ჩატარდა თანადგომის მიერ, საოცრად დიდი გამოხმაურება აქვს ჩემთან მომართულ პაციენტებს ძალიან მოსწონთ და რაც შეეხება მენსტრუალური ფუნქციის რეგულირების საკითხს, ამას თითქმის ყველა იყენებს უკვე. თითქმის ყველა იყენებს და ძალიან ამდენად არ იყენებენ ჯერჯერობით ოჯახის დაგეგმის მეთოდებზე, მაგრამ ძალიან ჯერჯერ ერთი წელია ხო რაც შემოვიდა ეს. მე მგონი სულ რამდენიმე თვეა რაც ჩაეშვა. ხო, ჯერ ისე არ არის, მაგრამ მოწონება ძალიან მაღალია. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, სწორედ აპლიკაციის შესახებ ყველანაირ დეტალს მოგიყვებით, სულ რამდენიმე წამში სტუმარი შემოგვიერთდება. განვაგრძობ თემაზე საუბარს, ჩვენ წინა სტუმართან ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმა და რა სირთულეები ახლავს თან თუ ეს პროცესი ამოვარდნილია წყვილის ცხოვრებიდან. და ახლა შემოგვიერთდა კიდევ ერთი სტუმარი, ქეთევან ვანჭელიძე, საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. პრინციპში მაყურებელმა მიიღო ძალიან სწორი და საჭირო ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმა და ზოგადად რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ქონა, ასე ვთქვათ. მაგრამ საინტერესოა და სხვა საკითხია, რამდენად ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და რამდენად ვიცით. თუნდაც ჩვენი რეპროდუქციული უფლებები.
ძალიან დიდი მადლობა რომ ამ თემაზე საუბრობთ. სამწუხაროდ ნაკლებად ინფორმირებულია მოსახლეობა, იმიტომ რომ ორგანიზებული სახით ინფორმაცია და ცოდნა ამ თემაზე საგანმანათლებლო სივრცეში არ მიეწოდება. არც საშუალო განათლების სფეროში, არც ვთქვათ უმაღლესი განათლების მიწოდების დროს და რაღაცა თვითდინებაზეა ეს საკითხი მიშვებული. რა თქმა უნდა, არსებობს ინტერნეტი, სადაც შეიძლება ინფორმაცია მოიძიო ადამიანმა, მაგრამ ინტერნეტში არის გაფანტული ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაცია, ზოგი მცდარია, ზოგი არ არის მცდარი და ადამიანს უჭირს იქ ასე ვთქვათ მონახოს სწორი და სარწმუნო ინფორმაცია რომ მიიღოს ამ თემაზე. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა აი უფროს კლასელებთან ამ საკითხზე მუშაობა და რადგან სკოლის დამთავრების მერე 18 წლის ადამიანს უკვე აქვს ოჯახის შექმნის უფლება კანონმდებლობის მიხედვით, ბუნებრივია უნდა მომზადებული იყვნენ, ხომ? ამ საკითხისთვის და ჩვენი აზრით უნდა მიეწოდებოდეს ეს ინფორმაცია სკოლებში მაღალი კლასის მოსწავლეებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ რა ფორმით, ხომ? აუცილებლად ეს უნდა იყოს კულტურულ კონტექსტს მორგებული, აუცილებლად გათვალისწინებით ჩვენი თავისებურებების, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყოველთვის ინფორმაცია უნდა იყოს ადაპტირებული იქ გარემოზე, სადაც მიეწოდება. არ შეიძლება ესე უბრალოდ ავიღოთ რაღაც პროგრამები და კოპირება გავუკეთოთ და უნდა შექმნილი იყოს სპეციალისტების მიერ, დარგის სპეციალისტების, როგორც განათლების, ისე ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ. ალბათ იმისთვის, რომ სწორი ინფორმაცია მიიღოს მოქალაქემ სწორედ აი ამ ყველა თემის შესახებ, ერთ-ერთი გამოსავალი არის სწორედ ის აპლიკაცია, რომელიც უახლახან შეიქმნა. ხომ დეტალები გვაინტერესებს უფრო სწორად ყველაფერი, ასე ვთქვათ და რა იყო მთავარი მიზეზი, რატომ გახდა აუცილებელი, რომ შეიქმნას მსგავსი ტიპის აპლიკაცია? ესე იგი, რატომ იყო ამ აპლიკაციის შექმნა აუცილებელი? ჩვენმა ორგანიზაციამ 2 წლის წინ წამყვან რეპროდუქტოლოგებთან და ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც მოსახლეობასთან მუშაობენ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში, შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის ასე ვთქვათ კონცეფცია, როგორ და რა ფორმით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ამ სფეროში. და ამ კონცეფციის ფარგლებში ერთ-ერთი მიმართულება იყო, ასე ვთქვათ, ინტერნეტ სივრცე და არსებობს მსგავსი სატელეფონო აპლიკაციები, უცხოენოვანი, რომლების საშუალებითაც ადამიანებს აქვთ საშუალება, რომ მიიღონ ინფორმაცია და აკონტროლონ საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფერო. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ შეგვექმნა ქართულენოვანი პირველი აპლიკაცია, რომელიც იქნებოდა, რა თქმა უნდა, უფასო, საქართველოს და ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისათვის, ვისაც უნდა ქართულენოვანი აპლიკაციით სარგებლობა. ეს აპლიკაცია, რადგან ტელეფონი დღესდღეობით ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს აპლიკაცია არის როგორც iPhone-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისათვის და შედგება ორი ნაწილისაგან. ერთი ნაწილი ეს არის კალენდარი, რომელშიც გარკვეული კითხვარის შევსების მერე ქალს აქვს საშუალება დააკვირდეს თავის რეპროდუქციულ ციკლის ფუნქციონირებას და გქონდეს ინფორმაცია ნაყოფიერი, ანუ ფერტილური დღეების შესახებ. და მიიღოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ უნდა დაგეგმონ შვილის წყვილმა შვილის ყოფნა, ქონდეთ ან არ ქონდეთ, ან თავი დაიცვან ამ თქვათ ნაყოფიერ დღეებში. მეორე ნაწილი, რაც საინტერესოა, არის ინფორმაციული ნაწილი, რომელშიც საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მიწოდებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვადასხვა საკითხებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მითი და არასწორი ინფორმაცია არის გავრცელებული ამ სფეროში, რაც არის ბარიერი იმისათვის, რომ მოსახლეობამ ოჯახის დაგეგმვის მეთოდები გამოიყენოს და მერე უფრო ბევრად მავნე და საერისკო გზას იყენებენ, თქვათ, შობადობის რეგულაციისათვის, როგორც არის აბორტი და აბორტი მოგეხსენებათ, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ ძალიან ცუდი არჩევანია, იმიტომ ძალიან ბევრი გართულებები ახლავს თან და ასევე ქალის სიცოცხლისთვისაც კი შეიძლება რისკის შემცველი იყოს.
და არსებობს, როგორც თქვენ უკვე პირველ ნაწილში საუბრეთ, ოჯახის დაგეგმვის ძალიან ბევრი საშუალება და თითოეულ ადამიანს შეუძლია შეირჩიოს მისთვის ხელსაყრელის და მისაღების საშუალება, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის, ისე გარკვეული ღირებულებების თვალსაზრისითაც. იმიტომ რომ ზოგისთვის მაგალითად მიუღებელია ესეთვის საშუალება სხვადასხვა მოსაზრებებით, ხო, მე ხარ დავკონკრეტები. აი ამ ინფორმაციულ ნაწილში არის მიწოდებული კონტრაცეფციის, ანუ ოჯახის დაგეგმვის სხვადასხვა მეთოდების შესახებ საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია, ზოგადი სახის, რა თქმა უნდა, რომ ქალებს შეექმნათ და მამაკაცებსაც თუ სურვილი ექნებათ, წარმოდგენა, რომელი საშუალება რას წარმოადგენს, რა პრინციპზეა დაფუძნებული ამ საშუალების მოქმედება, თქვათ, რა რისკებს შეიცავს, რა უკუჩვენებები აქვს, რამდენად ეფექტურია პროცენტული მაჩვენებელი როგორია. ანუ ეს საინფორმაციო ნაწილი ამ აპლიკაციის მუდმივად განახლდება და მე როგორც ხვდები, იმ ინფორმაციას შეიცავს, რომლის დეფიციტიც რეალურად არის ჩვენში, ხო? ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომ შევავსოთ ეს დეფიციტი, იმიტომ რომ დღესვე რო დავნერგოთ საგამომთბილო სივრცეში ამ საკითხების სწავლება, რა თქმა უნდა, იმათმა, ვინც უკვე გამოვიდნენ საგამომთბილო სივრციდან, იმათთვის რჩება ვაკუუმი, ხო? და რაღაცა საშუალებაა, რომ შეივსონ ეს ვაკუუმი. კიდევ შეიცავს ჩასახვისაწინააღმდეგო საშუალებების გარდა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ზოგადად რეპროდუქციული ჯანმრთელობა, აბორტი, მენოპაუზა, ქალის რეპროდუქციული სისტემა, მენსტრუალური ციკლი და ასე შემდეგ და იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია არის მოსახლეობისთვის და მართლა ეს საკითხებია, რომელიც ყველას უნდა აინტერესებდეს ნებისმიერ ასაკში, ხო? დიახ. ამავე დროს ეს აპლიკაცია გვაძლევს საშუალებას გარკვეული ჩანიშვნები გავაკეთოთ. დიახ. თქვათ თუ წამალს იღებს ან თქვათ საშუალებას ჩასახვისაწინააღმდეგო საშუალებას იღებს შეხსენების მექანიზმი აქვს, რაც ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა ისეთი გადაძაბულია ადამიანები და მათი იმდენ ინფორმაციას იღებენ, რომ ბევრი რამე ზოგჯერ ავიწყდებათ და საჭიროა რომ რაღაცა შეხსენების მექანიზმები არსებობდეს და თუ თქვათ ქალი იღებს კონტრაცეპტივს, ჰორმონალურ კონტრაცეპტივს, იქ მნიშვნელოვანია რომ არც ერთი დღე არ იყოს გამოტოვებული. ასევე ექიმთან ვიზიტის ჩანიშვნა შეიძლება. ასევე აგროვებს ინფორმაციას აი წინა ციკლებთან დაკავშირებით, რაც ასევე ავიწყდებათ და ჩანიშვნები უგჭირთ ექიმთან ვიზიტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირების შესახებ, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და სწორი მკურნალობა და მე ვფიქრობ, რომ ვიზუალურადაც ისე ავაწყოთ, რომ ცოტა სასიამოვნო ვიზუალი ქონოდა და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია ქალებმა იქონიონ და მე სწორად დაგეგმონ თქვათ შობადობა. რა თქმა უნდა, ახლა შეიძლება გამოგვიჩნდეს ოპონენტები და თქვან, რომ რა საჭიროა, ანუ ჩავერევით და ასე შემდეგ, მაგრამ იცით რა, ვისაც აქვს ძალიან მტკიცე ღირებულებები, რომ გააჩინოს იმდენი შვილი, რამდენსაც ღმერთი მისცემს, იმას რა თქმა უნდა შეიძლება არ სჭირდებოდეს ეს ინფორმაცია, მაგრამ არის ნაწილი ადამიანების, რომელიც ამ ინფორმაციის უკონლობის გამო შემდეგ იღებს აბორტის გადაწყვეტილებას და მე ვფიქრობ, რომ აბორტის პრევენციის საქმეში ეს ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტი იქნება. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე ქართული აპლიკაცია, იმიტომ რომ მეც და ჩემს გარშემოც გვაქვს მსგავსი აპლიკაცია ჩამოტვირთული ჩვენს ტელეფონებში, ოღონდ ეს რა თქმა უნდა არ არის ქართულენოვანი და კიდევ უფრო მარტივი გასაგები იქნება, როდესაც შენს მშობლიურ ენაზე კითხულობ ამა თუ იმ ინფორმაციას და ბევრად უფრო კომფორტული იქნება მომხმარებლის. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ყველა საგანმანათლებლო რესურსი კარგია, რომ შენ მშობლიურ ენაზე კონდეს ხელმისაწვდომი. ხა ზოგადად ხელმისაწვდომობა ნებისმიერ სფეროში და ჯანმრთელობის სფეროში სერვისების არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება ცოდნა კონდეს, მაგრამ აი თქვათ არ იყოს ის სერვისი ხელმისაწვდომი იმ საცხოვრებელ ადგილას, სადაც შენ ხარ და
ეს სერიოზული ბარიერია, თუნდაც არ იყოს, თქვათ, ოჯახის დაგეგმვის საშუალებები, ხელმისაწვდომი, ან საგანმანათლებლო სერვისები და ეს შემდეგ ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. რა თქმა უნდა. რაც მე აისახება იმაზე, რომ ძალიან ცუდი შედეგები გვაქვს ამ რეპროდუქციული ჯანმრთელობის კურსით. ეს აპლიკაცია უკვე ჩაშვებულია? კი, რა თქმა უნდა, რამდენიმე თვეა სატესტო რეჟიმში გადის და საკმაოდ მოწეროთ, მაშინ ეს გითხარით. ეს არის როგორც App Store-ში ჩემი კალენდარი. My calendar Geo ასე ქვია, თუ აი ექნება მაყურებელს სათაურის ხილვის საშუალება და არის iPhone Store-შიც იგივე დასახელები და ჩამოტვირთვა არის აბსოლუტურად უფასო. იცით რა არის საინტერესო, თუ გაქვთ უკვე შემდეგ ერთგვარი მონიტორინგის საშუალება, ანუ რომ აკონტროლოთ რამდენად აქტიურად იწერს მომხმარებელი. აი როგორია ტენდენცია. ძალიან კარგი იმიტომ ძალიან ცოტა ხანია რაც ჩაშვებული გვაქვს და რამოდენიმე 1000 ადამიანი უკვე იყენებს, გამოხმაურებაც გვაქვს გვერდი, სადაც საინფორმაციო გვერდი Facebook-ით, სადაც ამ აპლიკაციის შესახებ ვავრცელებთ ინფორმაციას და სხვა საკითხებზეც რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ასევე და გამოხმაურებებიც არის და დიალოგის რეჟიმში ვართ ჩვენ მომხმარებლებთან და ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ყავს უკვე და მე ძალიან მახარებს ეს რომ ეს წარმატებით თურმე როგორ გჭირდება მსგავსი ტიპის აპლიკაცია თითოეულ და ბევრი ინფორმაცია და განათლება გჭირდება სხვადასხვა სფეროში რა თქმა უნდა და ასევე ჯანმრთელობის სფეროში რომ შევინარჩუნოთ. ფორმით და ეს არის მე მგონი ძალიან მისაღები ფორმა იმისთვის რომ სწორი ინფორმაცია მივიღოთ. დიახ, ზოგადად ეს სოციალური ქსელები, ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია ამ განათლების გავრცელების მხრივ. განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ზუსტად ახალგაზრდებისთვის არის აქტუალური ეს თემები, ხომ? რეპროდუქციულ ასაკში სანამ არის ადამიანი. ხო, სეგმენტიც არის ბუნებრივია, სწორედ რეპროდუქციული ასაკის ფაქტურად გამოიყენება მსოფლიოში და ჩვენც ვცდილობთ რომ ფეხი აუწყოთ თანამედროვეობას და შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი და მისაღები ადამიანებისთვის. თუ იძლევა აპლიკაცია იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მრავალფუნქციური გახდეს, ასე ვთქვათ, გეგმები მაინტერესებს სწორედ ამასთან დაკავშირებით. განხილვის სამომავლო განხილვის თემა, ძალიან ბევრი ადამიანი გთხოვდა აი ორსულობასთან დაკავშირებული საკითხები ჩაგვერთო და რესურსების ბუნებრივია ეს ყველაფერი ფინანსური რესურსებთან არის დაკავშირებული და თუ მოვიძიეთ ჩვენ ვფიქრობთ რომ ამ ხრივაც განვავითაროთ ეს აპლიკაცია, იმიტომ რომ ამ აპლიკაციას ორსულობის რეჟიმი აქვს, უბრალოდ ირთვება და ამ რეჟიმის დროს უბრალოდ შეჩერებულია კალენდარის ფუნქციონირება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი ინფორმაციები მივაწოდოთ ქალებს ორსულობის მიმდინარეობის დროს. ყოველთვის რომ გაინტერესებს ამ დროს ნაყოფი. ინტერნეტში არის საკმაოდ კარგი რესურსები, მაგრამ ქართულენოვანი ნაკლებად რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია. მე პრინციპში ახლა რო ვიხსენებ ორსულობის პერიოდში სწორედ უცხოურ ენოვან ასე ვთქვათ ინფორმაციას ვეცნობოდი. და საკმაოდ მნიშვნელოვანია ქალმა ორსულობის მიმდინარეობის დროს იცოდეს, რას უნდა მიაქციოს ყურადღება იმისათვის, რომ შეინარჩუნოს როგორც თავის, ისე შვილის, ბავშვის ჯანმრთელობაც და ვფიქრობთ ამ მიმართულებითაც რამდენად რესურსი გვექნება, რომ განვითარება მე ვისურვებ, რომ აი ეს ყველა ფუნქცია შემატოთ ამ აპლიკაციას, რომელიც ჩაფიქრებული გაქვთ და მე მგონი მაყურებელს უკვე დარწმუნდა, რომ აუცილებლად ჩამოვტვირთოთ ჩემი კალენდარი და ქართულ ენაზე გვექნება, გარდა იმისა, რომ გავაკონტროლებ ძალიან ბევრ რამეს ჩვენს ცხოვრებაში, მე ვიღებ ძალიან სწორ ინფორმაციას სწორედ რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, რაც შემდეგ ბუნებრივია ყოველდღიურობაშიც გამოგვადგება. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, რომ ამ თემის გაშუქების საშუალება მოგვეცით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გემშვიდობებით ერთი კვირით.